როგორ ხარ? ჩვენთან დაბრუნდა გენერალი ჯეკ კინი, Fox News-ის უფროსი ანალიტიკოსი. გენერალო კინ, მადლობა რომ ჩვენთან ხართ. დღეს ბევრი ინფორმაცია და სიახლეა. და მინდა დავიწყოთ თქვენი შეფასების თხოვნით, ბატონო. ჩვენ ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ. პრეზიდენტმა გაორმა გაფსონი ირანელების წინააღმდეგ. მათ დაიწყეს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით და შემდეგ შეძლეს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. ალბათ ისინი ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს ამის გამო, იმედია. და ნახეთ რა მოხდა აქ. ჩვენ დავაწესეთ ბლოკადა, ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება. და ამის შედეგად ყველაფერი შეიცვალა. ამის მიზეზი საკმაოდ მარტივია. ეხლა ჩვენ მტკიცედ ვაკონტროლებთ სიტუაციას. მთელი მომავალი სიცოცხლის უნარიანობა. ირანის როგორც სახელმწიფოს მთელი ეკონომიკა. რადგან ისინი 100% დამოკიდებულნი არიან როგორც ერი ნავთობზე, რომელსაც ახლა ჩვენ ვბლოკავთ. უშლით ხელს, რომ ნავთობისა და იქიდან მიღებული ფულის განაწილება მათ ხელში არ აღმოჩნდეს. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგ გზაზე ვართ. მაგრამ მეც ამ 87 წლიანი ისტორიის გამო, რაც ირანელებთან ურთიერთობას ეხება და ირანს ვეკიდებოდი როგორც მოწინააღმდეგე ერს, ჩემი სამხედრო კარიერის უმეტეს ნაწილში. და ცოტა მის შემდეგაც ამ ხალხის მიმართ ჯანსაღი სკეპტიციზმი მაქვს, ლარი. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, რაც აქ უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რასაც ირანი ჩვენს მოლაპარაკებლებს პირდება. და რას აკეთებენ ისინი რეალურად, განცხადების ხელმოწერისა და შემდეგ მისი შესრულების თვალსაზრისით, რადგან ეს შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს. მაშ, რა არის ჩემი სკეპტიციზმი იმის მიმართ, რაც მათ სურთ გააკეთონ? მათ სურთ ეს ცეცხლის შეწყვეტა, რაც შეიძლება დიდხანს გაახანგრძლივონ, რადგან ეს რთული საკითხია. და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ დეტალებზე და გავახანგრძლივოთ ეს პროცესი. ეს სწორედ ის არის, რაც მათ წარსულში გააკეთეს. უნდა შევინარჩუნოთ ყურადღება და ზეწოლა მოვახდინოთ მათზე. რაც უნდა გავაკეთოთ არის ზეწოლის მოხდენა მათზე, რომ ყველაფერი დაასრულონ დადგენილ ვადაში და დაასრულონ შეთანხმება. და შემდეგ დეტალები რაც შეიძლება სწრაფად დავაზუსტოთ. და იმისათვის რომ დავწმუნდეთ, ყველაფერი რასაც ისინი ამბობენ და დაპირდებიან შესრულდება, უნდა არსებობდეს ცალკე პროცესი, რომელიც ზუსტად ამას გადაამოწმებს. და ეს ნიშნავს, ნებართვას შევიდნენ ირანში ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს. ეს არასოდეს მომხდარა მათი 47 წლიანი ისტორიის განმავლობაში, მათ შორის აიაშიც. მათ უთხრეს, სად შეეძლოთ წასვლა და სად არა. და ჩვენ უნდა დავამსხვრიოთ ეს პარადიგმა. ჩვენ უნკლავდებით თელ წარსულ პროცესს, როგორ აკონტროლებდნენ ისინი ინსპექტორებს და როგორ ატყუებდნენ და იტყუებოდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს რეჟიმი არ შეცვლილა. გაიხსენე რა მოხდა აქ, ლარი. და შენ ეს იცი, რადგან უკვე ვისაუბრეთ. ჩვენ შევცვალეთ სახეები და სახელები. ჩვენ არ შეგვიცვლია იდეოლოგია და თავად რეჟიმი. ისინი ჯერ კიდევ იქ არიან, მოქმედებენ საკუთარი ინტერესებით და ეძებენ საუკეთესო გზას, რომ არდგნენ. მაგალითად, დაზვერვა ისინი ცდილობენ სწრაფად აღადგინონ თავიანთი ბალისტიკური რაკეტების პროგრამა. მეტწილად ყველაფერი ნანგრევებშია, ისევე როგორც მათი გამშვები დანადგარები. ვიცით, რომ მათ აქვთ დაახლოებით 1000 რაკეტა, რომელიც ჯერ არ გამოუყენებიათ და დაახლოებით 100 გამშვები დანადგარი, დანარჩენს კი აღადგენენ. ეხლა, რატომ იწევენ ამ დაშრომას? ალბათ იმიტომ, რომ მომავალს ისინი არც ოდნავ შეიცვლებიან. და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს სკეპტიციზმი. არ ვამცირებ ამ შეთანხმების მნიშვნელობას, უბრალოდ ვცდილობ ცოტა რეალიზმი შემოვიტანო. დიახ, ვისთანაც გვაქვს საქმე აქ. და გვაქვს ისტორია და მტკიცებულებები იმისა, რაზეც ვსაუბრობ. დიახ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან, რასაც აქ ვაკეთებთ მათთან ერთად. უნდა ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე. ხვდები, რომ მომლაპარაკებლებს აქვთ ტენდენცია ეიფორიაში ვარდებიან, როცა ირანელები ამბობენ, რომ გააკეთებენ X, Y-ს და Z-ს. ეს მხოლოდ სიტყვებია. ისინი ხელს აწერენ ქაღალდს, სადაც წერია, რომ გააკეთებენ X-ის, Y-ის და Z-ს. გავიგე? ეს უბრალოდ ქაღალდის ნაგლეჯია. ამ ყველაფერს შესრულება არ ქვია, სანამ არ ვნახავთ, რომ იქ მივფრინავთ. მაღალგამდიდრებული ურანის ამოღება. აი ეს უკვე ნამდვილი ნივთიერებაა, ხო ასეა? გარდა ყველა სხვა რამისა, რაც კიდე უნდა შევამოწმოთ. სრულად გეთანხმები, ეს არის ნდობა, მაგრამ შემოწმება ასეულჯერ. აბსოლუტურად მართალი ხარ. რა თქმა უნდა მართალი ხარ.
ამაში ძალიან მნიშვნელოვანად მიმაჩნია ის, რაც ბატონმა ტრამპმა თქვა. საზღვაო ბლოკადა სრულად ძალაში დარჩება და იმოქმედებს მხოლოდ ირანის მიმართ. მანამდე სანამ ჩვენი გარიგება ირანთან არ დასრულდება. და მინდა ვთქვა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ კონტროლი, რათა მათ ფულს, ფინანსებსა და ეკონომიკას გადაუკეტოთ გზა. ხომ ასეა? და ამოუწუროთ ისინი. მაგრამ სანამ აღწერილი პროცესი დასრულდება, ეს რთულია. ამბობენ, რომ ეს იქნება გამდიდრებული ურანის გადაცემა ირანელებიდან ამერიკელებისთვის. როგორც შენიშნეთ, ეს არასოდეს მომხდარა ადრე. ისინი არც კი უშვებენ საერთაშორისო ინსპექტორებს, რაც ყველაფერს ამბობს. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ფრთხილი პროცესი და ვნახოთ იმუშავებს თუ არა. თუ ამის საშუალებას მოგცემენ. სანამ რაიმე დათმობაზე წავახთ. ჩვენი ჯარები ადგილზე უნდა დარჩნენ და ემბარგო უნდა შენარჩუნდეს ოპერაციის დასრულებამდე. დიახ. და კიდევ ერთი რამ არის, რაც უნდა გვახსოვდეს. უნდა შევინარჩუნოთ ბრძოლაში დაბრუნების შესაძლებლობა. არავის უნდა ამის მოსმენა. მესმის, რადგან დასასრულს უახლოვდებით და ყველა კმაყოფილია. მაგრამ ეს არის ნამდვილი ძალა და სწორედ ამან დაგვიყენა აქამდე და ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის. ცხადია, ჩვენი საბრძოლო ძალები რეგიონში არსად მიდიან. ისრაელის ძალები არ მიდიან. ისინი არსად მიდიან. და ჩვენ ვერ მივდივართ. და ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს შეთანხმება, გავხადოთ ის საჯარო და ვიგრძნოთ თავი კარგად ამის გამო. უნდა დავწმუნდეთ, რომ იქნება დისციპლინა და გულმოდგინება, რათა ნამდვილად ვაიძულოთ ისინი შეასრულონ ის, რასაც ამბობენ, რომ შეასრულებენ, ან შეასრულონ ის, რასაც ხელს აწერენ და დაწერონ, რას აპირებენ შესრულებას. Წარსულში ეს რაღაცები სრულიად განსხვავებული იყო და ვფიქრობ, მათი ყურადღება მივიპოვეთ. არ უარყოფ, რომ ისინი ჩვენს ხელში არიან და ეხლა ისევ აკონტროლებთ მათ, როგორც არასდროს. არსებობს მიზეზი იმისა, რომ ეს ყველაფერი ხდება. იმიტომ, რომ ჩვენი მხარდამჭერი აქ იყო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ის ამაზე დაჟინებით მოითხოვდა, ის როცა მათ გააორმაგეს, როცა ეგონათ, რომ გააორმაგეს ფსონი და შეაჩერეს ომი და ქონდათ ეს უპირატესობა და იმპულსი, რომ თავი კარგად ეგზნოთ ამ ყველაფერთან, მაშინ მან აიღო მართვა ხელში და უბრძანა ბლოკადა. არა მხოლოდ ეს, არამედ გახსოვდეთ, მან ასევე უბრძანა სრუტეების გახსნა, რასაც დღემდე ვაკეთებთ, უცხოელების დაცვა და გემების თანხლება. ეს იქნებოდა მეორე ეტაპი. და ალბათ ეხლა საჭირო არ იქნება, მაგრამ მზადებები მიმდინარეობს თუ საჭირო გახდება. რაც ირანელებისგან მოვისმინეთ, კარგი ამბავია, რომ ისინი ხსნიან სრუტეებს გემების მიმართ დამატებითი დაშინებისა და იძულების გარეშე. ვიმედოვნოთ, რომ ეს მართლაც ასეა. და შესაბამისად აღარ მოგვიწევს ამ მეორე ოპერაციის ჩატარება. ეს ძალიან კარგი ამბავია. მაგრამ ამაში დარწმუნებულებიც ვერ ვიქნებით. გულისხმობ იქ ვკითხულობდი, იცი, გაფრთხილებს, ილებებს. და ისინი ხორმუზის სრუტის გახსნას ლიბანისა და ისრაელის ცეცხლის შეწყვეტასთან აკავშირებდნენ. ჩანს, რომ ყოველთვის ბევრი პირობაა და ისინი სამართლიანად არ თამაშობენ. ასე რომ საქმე ისაა, რომ უნდა ვაიძულოთ ისინი. კონტროლი უნდა შევინარჩუნოთ. და ფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპიც ამას იცის. კონტროლი უნდა შევინარჩუნოთ. საბრძოლო ჯარები მზად უნდა იყვნენ. უნდა ვაკონტროლოთ სპარსეთის ყურე, ჰორმუზის სრუტე და ომანის სრუტე. უნდა შევწყვიტოთ ფულისა და ნავთობის მოძრაობა, ვინარჩუნოთ ზეწოლა. ამ გარიგების გასაკეთებლად არ გვეჩქარება. მინდა ვთქვა, ყველაფერი ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს. მე მეშინია, რომ ზოგიერთები ფიქრობენ, დიახ, ამ კვირის ბოლომდე ყველაფერი დასრულდება. არა. ეს შეუძლებელია. ეს ხანგრძლივი პროცესია. კარგი, შეიძლება რაღაც დავამატო, ლარი. დიახ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ თემასთან დაკავშირებით, ხო. პრეზიდენტმა დღეს ტვიტერზე დაწერა: არც ერთი ჰეზბოლას დაბომბვა ისრაელის მხრიდან. და მგონია, რომ აქ ძირითადი გაუგებრობაა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების მიხედვით, რომელსაც ყველა მხარე დაეთანხმა, ეს არის ცეცხლის შეწყვეტა ლიბანში, რომელსაც ჰეზბოლამ, ისრაელმა და ლიბანმა დაუჭირეს მხარი. ამ პირობებით ისრაელს ნებადართული აქვს ჩაატარატაროს თავდაცვითი ოპერაციები, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო. თუ ჰეზბოლა მიანიშნებს, რომ გეგმავს შეტევით ოპერაციას, თუ შეტევა გარდაუვალია ან უკვე მიმდინარეობს, ამიტომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი სახმელეთო ძალის გამოყენებით და რა თქმა უნდა, საჰაერო ძალითაც, რადგან ეს მათ უპირატესობას აძლევს.
და ნამდვილად ეს არის ის, რაც ბოლო 6-7 კვირის განმავლობაში ჰქონდა. და ნამდვილად ეს არის ის, რაც ისრაელს აქვს. холод მინდოდა ამ გაუგებრობის განმარტება. ფიქრობ, პრეზიდენტი რეაგირებდა იმ შეტევით ოპერაციაზე, რომელიც მრავალი დღის წინ ბეირუთში მოხდა, როდესაც რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა და განადგურდა. რატო? ჰეზბოლამ ეს შენობები ოპერაციულ ცენტრებად გადააქცია და მაცხოვრებლები გამოასახლა. ეს გააკეთეს როგორც ქრისტიანულ, ასევე ებრაულ უბნებში. და ამის შედეგად იყო რამდენიმე სამოქალაქო მსხვერპლი კოლატერალური ზიანის სახით, უბრალოდ მინდოდა ეს საკითხი განემართა. და რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ახლა უკვე იცნობს ამ შეცდომაში შემკვან ინფორმაციას. გვადლობ ბატონო, გმადლობთ. გენერალ ჯეკ კეინ, მადლობას გიხდით თქვენი სიბზნისა და ხედვებისთვის. დიდად ვაფასებთ.